ახლა დიასახლისებს დამატებით რჩევის სახით იტალიელი მაესტრო გაჩვენებთ როგორ დაუმზადოთ მას უზენაძესი კარამელი პროფესასწავლებელ იკაროსში ხდება ეს, ხოლო ჩვენ მას მოვათავსებთ რუბრიკაში როგორ კეთდება. სადღესასწაულო ტორტის ფერადი დეკორაცია, ყვითელი ზამბარა, წითელი კარამელის ცათამბჯენი თუ კაბინეტის სანათი საკონდიტრო ხელოვნების ნიმუშებია და თუ ვინმე ამ სილამაზეს შესაჭრელად გაიმეტებს, ტკბილეულის დაგემოვნებაც შეიძლება. შოკოლადისა და შაქარლამის იტალიელი ოსტატი სპეციალურად ბიზნეს კურიერის მაყურებელს შაქარზე და კარამელზე მუშაობას ასწავლის. შაქრის ნაცვლად იზომალტინის 300 გრამი ფხვნილი, 50 გრამი წყალი და საღებავი. ინგრედიენტების ნაზავი დაბალ ტემპერატურაზე ნელ-ნელა წყდება. შაქარზე მუშაობა ადვილი არ არის, რომ არ დაიწვას დნობა დაბალი ტემპერატურიდან იწყება. როცა ტემპერატურა 180 გრადუსს მიაღწევს, თუღლის სასწრაფოდ უნდა შევწყვიტოთ. თავარი სამუშაოც მისი გადმოღების შემდეგ იწყება. დუღარე კარამელს პოლიეთილენის ფილაზე ასხამენ, აგრილებენ და თხევედიდან მყარ მდგომარეობაში გადაყავთ. ტკბილეულის სრულ გამყრუებამდე კონდიტერი მასალას ხელით ამუშავებს. გარდამავალი ფერების და ზოლების მისაღებად მნიშვნელოვანია დიდხანს ვზილოთ ხელში. კარამელის სკულპტურის ფორმას კონდიტერის ფანტაზია და მარჯვე ხელები განაპირობებს. ამ შემთხვევაში იტალიელი ოსტატი ტკბილ ყვავილებს ამზადებს. ამ ფორმებისგან ჩვენ ფოთლებს გავაკეთებთ. ძველ დროში ასეთი ფორმის კარამელს სავაჭრო მიზნებით იყენებდნენ. ფაქტიურად ამას ფულის დანიშნულება ჰქონდა. ძალიან თხელი უნდა იყოს, ბევრი შრომა სჭირდება და ძალიან ძვირი ცხრის. კარამელზე მუშაობა შრომატევადი ხელსაქმე აღმოჩნდა. საბოლოო სახის მიღებამდე 100-მდე მცირე ზომის დეტალი დამზადდა და გაზის შემდუღებლით ყვავილის ღეროს შეუერთდა. ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ინგრედიენტები ძალიან ძვირია. მაგალითად 1 კილოგრამი იზომალტინი 200 ევრო ღირს. ამას ხელით შრომაც ემატება, თუმცა დღესასწაულებზე ტკბილეულის გაფორმებაზე მოთხოვნა მაინც დიდია. დღესასწაულებზე კარამელის სიმრავლე ევროპელი კონდიტერებისთვის შემოსავლიანი საქმეა. ამჟამად ტკბილეულის ხელოვნებას ქართველი სტუდენტებიც სწავლობენ.